ოცნების ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ივანიშვილის პარტიამ პირველი მოსმენით მიღებულ რეპრესიულ ცვლილებებს მეორე მოსმენისას ახალი შეზღუდვები დაუმატა. 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება საქართველოს მოქალაქეან მოქალაქეობის არ მქონე პირი მოწოდებებისთვის, რომელიც მიმართულია კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ და თუ ეს მოწოდებები კეთდება სისტემატიურად და საჯაროდ. ასევე დაისჯება ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისიან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატიურად წარმოჩენა. მორიგი რეპრესიული ცვლილებები ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს არჩილ გორდულაძემ წარადგინა, რასაც კომიტეტის წევრებმა მხარი მეორე მოსმენით უკვე დაუჭირეს. ერთი პირის მიერ გამოხატული თავისი პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ივლება მკაფიო ზღვარი ერთი მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ დანაშაულებრივ ქმედებას შორის. მთავარი არის, რომ პირები სისტემურად და სისტემატიურად საჯაროდ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ. ოცნების არაღიარების კრიმინალიზება ოპოზიციისთვის იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილის პარტიას სადავო ლეგიტიმაცია პრობლემებს უქმნის. მათი თქმით, რა ტიპის შეზღუდვებიც არ უნდა ამოქმედოს რეჟიმმა, ის აღიარებას ძალით ვერ მოიპოვებს და ვერც საპროტესტო მოძრაობას გააჩერებს. ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს რეპრესიებს და ამ რეპრესიების ფარგლებში უკვე თვითონაც ხდება, რომ ვერაფრით ვერ გატეხა პროტესტი. ამიტომ იგონებს ახალ რაღაცა წარმოუდგენელ აბსურდს სამართლებრივი თვალსაზრისით, იმისთვის რომ როგორღაც მოახდინოს ნორმალიზება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია დგანან ქუჩაში, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც პარლამენტში მანდატზე ვთქვით უარი, ზუსტად იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ არჩევნები გაყავდა და ამას ადასტურებს არაერთი მტკიცებულება და არაერთი დოკუმენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ პოზიციის შეცვლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას და ვიქნებით თანმიმდევრულები მიუხედავად იმისა, 3 წლით ჩაგვსვამენ ციხეში, დაგვემუქრებიან თუ რაიმე ახალ მავნებლობას მოიფიქრებენ კიდევ. რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის მიზანი არის, რომ ავაღიაროთ არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ უარი ვთქვათ წინააღმდეგობაზე, უარი ვთქვათ პროტესტზე. მათი მიზანი არის, რომ ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ კონსტიტუცია აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, შევეგუოთ არჩევნების გაყალბებას, შევეგუოთ კონსტიტუციის თავზე დახევას, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების ხელყოფას, თუმცა როგორც სხვა კანონებით ვერ მიაღწიეს ამას და საზოგადოება აგრძელებს წინააღმდეგობას და პროტესტს, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სხვა სფეროს წარმომადგენლები ისე გაგრძელდება მომავალში. ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ თუ ვინმე არის საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასული, სწორედ ქართული ოცნება. ოპოზიცია ელის, რომ ივანიშვილის გუნდი მორიგ შეზღუდვებს კვლავ რეპრესიებისთვის გამოიყენებს. რეჟიმი აპირებს, რომ მისი ლეგიტიმაციის აღიარება გაუტოლოს, გაუთანაბროს კონსტიტუციური წესრიგის აღიარებას. თვითონ ქართული ოცნება გავიდა კონსტიტუციური სივრციდან უკვე 2 წელიწადზე მეტია, ის არის არალეგიტიმური რეჟიმი. ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს და ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება ჰქონდეს და გამოხატოს აზრი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ეს არის აღიარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერაც მათ შორის არაერთგზის, მაგრამ ფაქტია, რომ რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. ადრე საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ წაშლილია ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ამას ქართული ოცნება უარყოფდა. ახლა კი ცდილობს, რომ დააკანონოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მისცეს ის პირები, ვინც ამას ასე არ აღიარებენ. შიშები არის განმაპირობებელი იმის, რომ ამით მათ უნდათ რეალურად ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა დაუქვემდებარონ მთავრობის ნებართვას. ის კომპლექსები, რაც აქვთ, მათ აღიარების ნაწილში გამოაცხადონ დანაშაულად. სხვა მეტი არაფერი არ არის, უბრალოდ ნამდვილად სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად უკვე აღარ უყვირთ მსგავსი რეპრესიული ტიპის კანონები, რომელსაც უკვე ბოლო წლის განმავლობაში აქტიურად ცდილობს, რომ ინიციირება გაუკეთოს ქართულმა ოცნებამ. თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება ფაქტობრივად მისი პარტიის ხელისუფლების არაღიარებას გაუთანაბრა. თქვენ იცით, რომ არის ერთი კონკრეტული ქვეყანა, 4 კონკრეტული ქვეყანა, უბრალოდ რომელიც საქართველოს იურისდიქციას, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას არაღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, ხო, ასეთია 5 ქვეყანა მთლიანობაში, რუსეთი და პლუს 4 ქვეყანა. და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომელიც დანარჩენ 80%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა, ისიც და ისიც, ხო?
ერთი არის საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორე არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას ახლა მიიღება ახალი კანონი ცვლილებების სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს. ქართულ ოცნებას რეპრესიული ცვლილებები სულ 7 კანონში შეაქვს, რომელიც გრანტების მიღების, პოლიტიკური საქმიანობისა და ლობიზმის მიმართულებით კაცრ შეზღუდვებს აწესებს. ოცნების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე დღეს ცნობილი გახდა, რომ შესწორდა პირველი მოსმენისას მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერი. ახალი ცვლილებებით მეწარმე იურიდიულ პირს პოლიტიკური აქტივობისთვის თავდაპირველად 20,000 ლარით დააჯარიმებენ. ქმედების გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით დაისჯება როგორც იურიდიული, ისე შესაბამისი ფიზიკური პირი. ოცნების კანონ პროექტს აკრიტიკებს სახალხო დამცველი და წერს, რომ დაგეგმილი ცვლილებები შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.